avere ეს უმნიშვნელოვანესი ზმნა არა მხოლოდ ქონა ყოლას ნიშნავს. არამედ ამ ზმნას მეტი დანიშნულება აქვს. პირველი, როცა ვამბობთ, რომ რაღაცა გვაქვს, მაგალითად. Un libro, მე მაქვს წიგნი. Abbiamo una casa, ჩვენ გვაქვს სახლი. ან როცა ვამბობთ, რომ ვიღაცა ყავს, ხო, მაგალითად. Io ho un fratello, მე მყავს ძმა. ან კიდევ tu hai una sorella, შენ ყავს და. Avere ასევე გამოიყენება როდესაც ან ასაკს გვეკითხებიან, ან ჩვენ ასაკს ვეუბნებით, ხო? მაგალითად, ჩვენ ქართველები ვამბობთ, რომ მე ვარ მაგალითად 20 წლის. იტალიელები ამბობენ, მე მაქვს 20 წელი. ანუ ამ შემთხვევაში essere ზმნა არ გამოგვადგება, გვჭირდება avere ზმნა. მაგალითად, quanti anni hai? რამდენი წლის ხარ? მე ვარ 20 წლის, ვთქვათ, ხო? Io ho 20 anni. ანუ მაქვს 20 წელიო, ასე ვთქვათ, ხო? avere ასევე გამოიყენება, როდესაც ჩვენ გვინდა ვისაუბროთ ჩვენს ფიზიკურ მდგომარეობაზე. ან კიდევ ჩვენს შეგრძნებებზე. Ho fame, შია. ან კიდევ ho sete, წყურია. Ho freddo, ცივა. Ho sonno, მეძინება. avere ასევე გამოიყენება მაშინ, როდესაც ჩვენ გვინდა ჩვენს ემოციურ მდგომარეობაზე ვისაუბროთ, ხო? Ho paura, მეშინია. დიდი მადლობა, დღეისთვის სულ ეს იყო. ჩემი გამოწერა არ დაგავიწყდეთ. Ciao.